ჭადრების ბაღთან ჩატარებული აქციით გურიის ახალგაზრდული რესურს ცენტრი გლობალურ აქციას დედამიწის საათს შეუერთდა. აქციას, რომელიც მიზნად ენერგო რესურსების დაზოგვას ისახავს, გურიის ახალგაზრდულ რესურს ცენტრთან ერთად ქალაქის სკოლების, ასევე ბახვის, შემოქმედის, ლიხაურის საჯარო სკოლებისა და სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები შეუერთდნენ. აქციის ფარგლებში, რომელიც კლიმატის ცვლილებისა და გლობალური დათბობის თემაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ტარდება, სიმბოლურად 1 საათის მანძილზე ქალაქში ელექტროენერგია გაითიშება. დედამიწის საათს, რომელიც პირველად ავსტრალიაში 2007 წელს ჩატარდა, საქართველოს 2010 წლიდან შეუერთდა. მსვლელობაში მონაწილეობას კი აზურგეთი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის გურიის ახალგაზრდული რესურს ცენტრის ორგანიზატორობით იღებს. Დღევანდელი აქცია ჩვენ ჩაატარა ეს ახალგაზრდა რესურს ცენტრმა დედამიწის ხარდახარ. ამ აქციაში ჩვენ ჩვენი ბავშვები ღებულობს მონაწილეობას თავისი შემოქმედებით ასვალზე ცარცის ხატვით და ასევე ნახატებს წარმოადგენენ როგორ დავზოგოთ ელექტროენერგია და ანუ მოუწოდოთ ყველას რომ ამ აქციაში, სოფლიო აქციაში მივიღოთ მონაწილეობა. არის აქცია რომ შუქი უნდა გამორთოთ 1 საათი, რათა ანუ ასე ვთქვათ, დაისვენოს დედამიწა და მოვაწყვეთ აქცია, უნდა დავხატოთ ბავშვებმა ამასთან დაკავშირებით რამე თემა, ჩვენი მოფიქრებული თემები და მე აი ეს ნახატი დავხატე. ჩვენი დღევანდელი ღონისძიება ემსახურება დედამიწის დღეს. ანუ შევამსუბუქოთ დედამიწა 1 საათით და მოგიწოდებთ რომ საღამოს 9-ის ნახევრიდან 10-ის ნახევრამდე გამორთოთ შუქი და ამით დავეხმაროთ დედამიწას.